მოგესალმებით. თქვენი უსმენთ სათემო რადიოს ჩოხატაურის ხმას. თორნიკე ბერიძესთან ერთად. მოგესალმებით. თქვენი უსმენთ სათემო რადიოს ჩოხატაურის ხმას. თორნიკე ბერიძესთან ერთად. დღეს მოგზაურობაში წაგიყვანთ გურიის ერთ პატარა მუნიციპალიტეტში, სადაც ბუნება, ისტორია და სულიერი მემკვიდრეობა ერთიანდება. მოემზადეთ, ვიმოგზაურებთ ჩოხატაურში. ჩავატარეთ მცირე გამოკითხვა ჩოხატაურის ქუჩებში და ადგილობრივებს ვკითხეთ, თუ რა ადგილების ნახვას ურჩევდნენ ისინი სტუმრად ჩამოსულ ადამიანებს. მოვისმინოთ ჩოხატაურელების აზრი. მოგესალმებით. ჩოხატაურში ჩამოვიდა ტურისტი. რა ადგილს ურჩევდით პირველ რიგში რომ მან ნახოს? უდაბნოს მამათა მონასტერს. რატომ ურჩევდით უდაბნოს მამათა მონასტრის ნახვას? ბუნება არაჩვეულებრივი, გზიდან ხედები არაჩვეულებრივი, საუკუნოვანი კლდეში ნაკვეთი უნიკალური მონასტერია და მოისმენენ მამათა საინტერესო ისტორიას. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით. რომელია ჩოხატაურში თქვენთვის საყვარელი ადგილი და რატომ? რომელიც სტუმარმა აუცილებლად უნდა ნახოს? მოგესალმებით. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ადგილი არის ჩოხატაურში, ნუდა დუმბაძის სახლ-მუზეუმი, იმიტომ რომ მეც გურიული ვარ და მომწონს ნუდა დუმბაძის პოეზია, მისი ნაწარმოებები და ვფიქრობ, თუ მოინახულებს ადამიანები მაგ სახლ-მუზეუმს, კმაყოფილებით არჩებიან. დიდი მადლობა. მოგესალმებით. მხოლოდ ერთი დღე იქნება სტუმარს, რომ ჩოხატაურში დაათვალიეროს ყველაზე კარგი ადგილები. თქვენი აზრით, რომელ ადგილს უნდა ესტუმროს განსაკუთრებით ჩოხატაურში ტურისტი? გამარჯობათ, ჩემი აზრით პირველ რიგში ნუდა დუმბაძის სახლ-მუზეუმი, შემდეგ უკვე ნაბეღლავი და შეიძლება დავაბაროთ ბახმაროთ თუ მოასწრებს. მადლობა ძალიან დიდი. მოგესალმებით. ჩოხატაურში ტურისტი ჩამოვიდა. რა ადგილებს ურჩევდით მას, რომ ნახოს და დაათვალიეროს იმისათვის, რომ გაიცნოს ჩვენი რეგიონი კარგად? მოგესალმებით. ჩოხატაურში ჩამოსულ ტურისტებს ურჩევდი, რომ ნახონ გომის მთა. აუცილებლად უნდა ავიდეს იქ და ნახოს არაჩვეულებრივი ხედები, კლიმატი, იქ საოცარი ბუნება არის და აუცილებლად უნდა ნახოს და ისი ამოვნოს. ასევე ურჩევდი ბახმაროს. ის მთის კურორტი არის სუფთა ჰაერით და ბუნების სილამაზე ერთმანეთში რომ ჰარმონიულად არის შერწყმული და ძალიან სასარგებლო არის ისედაც ბახმაროს კურორტი. ასევე კიდე შემიძლია ურჩიო ჯაჯის ტბა, რომელიც ესაზღვრება სურებს, პატარა, მაგრამ საოცრად ლამაზი ადგილია და ძალიან კარგი სანახაობაც არის. დიდი მადლობა. ჩოხატაურში ჩამოსულ სტუმარს რა ადგილს ურჩევდით რომ ნახოს? გვაქვს ჩოხატაურში საინტერესო ადგილები. მე ურჩევდი მაგალითად და გული მწყდება რატომღაც არ აღნიშნავენ და არ აქცევენ ყურადღებას. საქართველოში არსებობს ორი ქართლის დედა, ერთი დაწმინდაზე, მეორე ფარცხმაში. დიდი სურვილი მაქვს, რომ განვითარდეს ის ტერიტორია. არაჩვეულებრივი ხედები არის, არაჩვეულებრივი ბუნება არის და რა ვიცი, ძალიან ლამაზი რაღაცები შეიძლება რომ მოეწყოს. გვაქვს ასევე გურიის ტბა, გვაქვს ასევე ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, ცნობილი ადამიანების სახლ-მუზეუმები, გვაქვს ასევე ერისთავების სასახლე. გვაქვს საკურორტო ზონები, ბახმარო მაგალითად არის, ვინც მოყვარული არის, თქვათ, ალპინისტური მოგზაურობები და რაღაც ესეთი. გვაქვს ჯაჯის ტბა არის ეგეთი სოფელ სურებში, არაჩვეულებრივი მოსანახულებელი ტერიტორია არის. მადლობა დიდი. როგორც ხედავ, ადგილობრივებს განსაკუთრებით უყვართ მთა, ტყე და ჩვენი რაიონის ისტორიული და სულიერი კერები. მათ პასუხებში მკვეთრად ჩანს ის თბილი და სიყვარულით სავსე დამოკიდებულება, რაც თავიანთ რაიონის მიმართ აქვთ. Na, ni, na,
ბახმარო დაბადა კურორტი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ბახმარო კლიმატური მაღალმთიანი კურორტია, სადაც მთავარი სამკურნალო ფაქტორი მთისა და ზღვის შერეული ჰავაა. კურორტი სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში, ზღვის დონიდან 1930-2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროს სამკურნალო თვისებები 1990-იან წლებში აღმოაჩინეს და მისი კურორტად ჩამოყალიბება მაშინვე დაიწყო. 1923 წელს ოფიციალურად მიენიჭა კურორტის სტატუსი. ბახმაროს სეზონი ზაფხულში დაახლოებით 2 თვეს გრძელდება და კულმინაციას ყოველი წლის 19 აგვისტოს ტრადიციული დოღისა და დღესასწაულის დროს აღწევს. იური სიხარულიძის ისტორიკოსის აზრით, ბახმარო სვანური წარმოშობისაა და კაცის გადასასვლელს ნიშნავს. ბახ არის გადასასვლელი, ხოლო მარო არის სახელმწიფოობა სვანური მარესი, რომელიც კაცს ნიშნავს. ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირნული დაუტოვეს გვერდით. ქვაზე კი მისივე სისხლით დააწერეს: ბახმარო, ნახეთ თქვენი მარო. ნაბეღლავი სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრის სოფლებში ნაბეღლავი, თავპანდა, ქვაბღა, ჩხაკაურა. მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 775 მეტრზე. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა. სოფელში არის საჯარო სკოლა. სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა ბეღლიდან. ნაბეღლავი არის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი. სამკურნალო ფაქტორია ჰავა, ნახშირმჟავა და მდიდარია როგორც ფოთლოვანი, ისე ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყით. ნაბეღლავის მინერალური წყალი ბორჯომის ტიპისაა. იყენებენ სასმელად და აბაზანებისთვის. სამედიცინო ჩვენება: კუჭ-ნათლავის, ღვიძლის, სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებანი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა. სეზონი მთელი წელი. სოფელში არის შპს წყალი მარგებლის ქარხანა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა პანსიონატ. ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი. ნოდარ დუმბაძის მემორიალური მუზეუმი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენუბანში მდებარეობს. მუზეუმი ექვემდებარება ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანებას. მასში დაცულია ნოდარ დუმბაძის ხელნაწერები, სამახსოვრო ნივთები, გამოცემები. მუზეუმი ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს. მუზეუმი დგას ნოდარ დუმბაძის ბებიისა და ბაბუის სახლის პირდაპირ, იმ ადგილას, რომელიც დუმბაძის განსაკუთრებით უყვარდა და სადაც მას სახლის აშენება სურდა. ერკეთის ეკლესია. მე-9 საუკუნის ეკლესია სოფელ ზემო ერკეთში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ჩოხატაურიდან 8 კილომეტრის დაშორებით. აგებულია მიქაელ გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. ერკეთის ეკლესია გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა. მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. მე-18 საუკუნის 50-იან წლებში ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე მესამე შარვაშიძე ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა. მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა ერკეთის მიმართ. მისი ბრძანებით ააგეს მონასტრის კანკელი და მოხატეს საკურთხეველი. გურიის ერისთავების ციხე-დარბაზი. მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟეულში. ციხე აგებულია მაღალ გორაკზე, მე-17-18 საუკუნეში. იგი იყო საბრძოლო დანიშნულების და ერისთავების კუთვნილებას წარმოადგენდა. ციხე შემოფარგლულია 4 კედლით, რომლის თითოეული სიმაღლე 5 მეტრია, ხოლო სიგრძე 25 მეტრი. ციხის კედლებში დატანებულია სათოფურები, შიგნით მოთავსებულია მარიანი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა. ციხის აღმოსავლეთით აგებულია პატარა სამლოცველო, რომელიც ამჟამად ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში. ირგვლივ კი გაშენებულია ულამაზესი დენდროლოგიური ტყეპარკი, მრავალი ჯიშის იშვიათი ასწლოვანი მცენარეებით. 3 საუკუნის მუხა.
ჰანქრის ხე, კამფეტის ხე, სეკვოია გიგანტი და სხვა. გურიის ერისთავების ციხე, დარბაზ და დენდროლოგიურ ბაღს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმი ჩოხატაურში. დაარსდა 1958 წელს. 1961 წელს მოეწყო პირველი ექსპოზიცია. 2003 წელს მიენიჭა ნიკო ბერძენიშვილის სახელი. მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა. ძველი წელთაღრიცხვით მე-6-მე-5 საუკუნეების საბრძოლო და შრომითი იარაღები. სამაროვანის ინვენტარი, ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა. მოგესალმებით. მე ვარ ქეთი უნგიაზე. დღეს მინდა გესაუბროთ გურიის უდაბნოს მამათა მონასტერზე. ნისლში ჩაფლული ბუნება, რომელსაც ჯერ კიდევ სძინავს. ტყის სურნელთან და მდინარის ხმასთან ახლოს მწვანეში ჩაფლულ ვიწრო მიხვეულ გზას მთის ფერდობისკენ მივუყვებით. ნისლი ნელ-ნელა იფანტება და იქ, სადაც გზა თითქმის სრულდება, ჩნდება მონასტერი. ტყის შუაგულში. დროში გაჩერებული, სადაც ყველაფერი ზუსტად ისე იწყება, როგორც საუკუნეების წინ. სიჩუმით, ლოცვით და შრომით. გურიის უდაბნოს მამათა მონასტერი გურიაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებასთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ნაგებობა ნახევრად კლდეში ნაკვეთი. მცირე ზომის იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესიაა. აქვე გვხვდება რამდენიმე გამოქვაბული და მე-19 საუკუნის ეკლესია, რომელიც ახლო წარსულშია აღდგენილი. უდაბნოს კლდეში ნაკვეთი ეკლესია ზუსტად დათარიღებული არ არის. მეცნიერთა ნაწილი მას მე-6 საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, ნაწილი კი მე-9-მე-10 საუკუნეებს მიაკუთვნებს. ძირითადად აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი, აგებული კი მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებია. გურიის უდაბნოს მამათა მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო. აქ იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და ითარგმნებოდა საღმერთო წიგნები. უდაბნოს მამათა მონასტერი გურიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კულტურული ძეგლია, რომელსაც დიდი ადგილი ეჭირა ამ მხარის რელიგიურ ცხოვრებისა და საგანმანათლებლო საქმიანობაში. დიდი ვანის განძი ძველი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნის ბრინჯაოს ნივთების განძი აღმოჩენილია 1985 წელს სოფელ დიდვანში, ეგრეთ წოდებულ რცხილის გორაზე. აღნიშნული განძიდან საყურადღებოა ბრინჯაოს თოხი, რომელსაც აქვს ფართო მორკალური პირი და ტანისაგან გამოყოფილი სატარე. ის დაცულია ნ. ბერძენიშვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა, საბრძოლო და შრომითი იარაღები, სამაროვანის ინვენტარი, ჭურჭელი. კალანდა ახალი წლის დღესასწაულია გურიასა და სამეგრელოში, ხოლო სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი წლის წინა დღე. სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან, რაც ნიშნავს თვის პირველ დღეს. კალანდას ხვდებოდნენ საკალანდო პურღვინით. კალანდის ღორის ყბით, რომელსაც გურიაში ხაჭაპურებს და ანთებულ სანთლებს შემოაწყობდნენ და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებასა და ბარაქიანობას შესთხოვდნენ. კალანდა ტრადიციული გურული ახალი წელია. ახალ წელს ყველა ქვეყანაში განსხვავებულად ხვდებიან. საქართველოსაც აქვს საახალწლო ტრადიციები. გურულების ახალი წელი მაინც ძალიან განსხვავებულია. მას სახელიც კი ჰქვია კალანდობა. კალანდა წარმოშობით რომაული სიტყვა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს. არავინ იცის რატომ დაარქვეს გურულებმა ახალ წელს კალანდა, მაგრამ ისინი ამ დღესასწაულს დღესაც ასე მოიხსენიებენ. მაშინ როცა მთელი მსოფლიო ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობს, გურულებისთვის ეს დღესასწაული გაცილებით გვიან დგება. ისინი კალანდობას 14 იანვარს აღნიშნავენ და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს ტრადიცია გურიაში. კალანდობას ჩიჩილაკს რთავენ. ჩიჩილაკი თეთრი ფერისაა და ხალხი მას წმინდა ბასილის თეთრ წვერს ამსგავსებენ. ტრადიციულად გურული ოჯახი კალანდობისთვის მზადებას 13 იანვარს იწყებდა. კალანდის წინა დღეს ცხემლის ჭრა ეწოდება. ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაამზადებდა შეშას, შეიტანდა სახლში და დააწყობდა ცეცხლთან ახლოს გასაშრობად.
ჯაჯის ტბა მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2655 მეტრზე. ტბა ესაზღვრება ჩოხატაურის, ვანს და ადიგენის მუნიციპალიტეტებს. ტბასთან მდებარეობს მწვერვალი მეფისწყარო, რომლის სიმაღლე 2850 მეტრი და მოგზაურებს თავაზობს ხედებს სამ სხვადასხვა რეგიონზე: იმერეთი, გურია და სამცხეთ-ჯავახეთი. ტბასთან მისვლა რამდენიმე მარშრუტით არის შესაძლებელი. ბუკის ციხის ერთ-ერთ საინტერესო ადგილას მდინარე სუფსა ვიწრო ხეობიდან გაშლილ ველზე გამოდის. წყალი ბუნებრივად დაგუბებულია და საცურაო ადგილს ქმნის. სუფსის ამ მონაკვეთს მოსახლეობა გურიის ტბას ეძახის. გურიის ტბას ორივე მხრიდან მაღალი მთა ადგას თავზე. აქედან ერთზე ძველი ციხე-კოშკის ნანგრევებია. ამ ადგილას ადამიანები ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. ანტიკურ ევროპაში აქ უკვე ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლება. ციხის უძველესი სამშენებლო ფენა ადრე ფეოდალური ხანისაა. ციხიდან ახლა მხოლოდ ჩრდილოეთის კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. ეს კოშკი მე-6-მე-7 საუკუნეებითაა დათარიღებული. კოშკამდე გურიის ტბიდან ციცაბო ბილიკი ადის. ბილიკი და ციხის ტერიტორია მცენარეული საფარისგან გაწმენდილი არ არის. გურის ტბის ზემოთ უკვე სურები იწყება. სურების ხეობა საინტერესოა ლაშქრობის მოყვარულთათვის. აქედან საფეხმავლო ბილიკი გადადის იმერეთის სოფელ ყუმუში, ზღვის დონიდან 2664 მეტრზე, მდინარე ჯაჯის ტბაზე, საიდანაც ბილიკები მიემართება კურორტ საირმემდე, აბასთნუნამდე. გურია საქართველოს პატარა, მაგრამ დაუვიწყარი კუთხეა. აქ შავი ზღვის ნაზი ტალღები ხვდება მწვანე მთებსა და მდინარეებს. პირველ რიგში, რაც გაგვახსენდება გურიის წარმოდგენისას, არის ბახმარო, გურული ღვეზელი და კრიმანჭული. ბახმარო ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. აქ ზღვისა და მთის ჰავა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და მის ნისლში გახვეული ღრუბლები ეს ძალიან ლამაზი სანახავია. დოღი ერთ-ერთი უძველესი სანახაობაა. ცხენოსნური შეჯიბრი, სადაც მხედრები ერთმანეთს სწრაფეში ეჯიბრებიან. დოღი არა მხოლოდ სპორტული ღონისძიება, არამედ სულიერი და კულტურული ტრადიციაცაა. გურული ღვეზელი, რომელიც მხოლოდ გურიისთვის არის დამახასიათებელი. მის მოსამზადებლად ხორბლის ფქვილი, ყველი და მოხარშული კვერცხი არის საჭირო. გურული მრავალხმიანი სიმღერა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. დღევანდელი გადაცემის მიზანი იყო, რომ შეგვექმნა ტურისტული რუკა, რომლის საშუალებითაც სტუმარი მარტივად გადაადგილდება და შეიცნობს ჩოხატაურის ღირსშესანიშნაობებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვისმენდით. მომავალ შეხვედრამდე.
Thank you.